მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ტრადიცია არ დავარღვიოთ და გავაჩეროთ ბეშტაშენთან და ჩვენს მაყურებელს მივესალმოთ, რა სიტყვი. რა უნდა ვთქვა, მარლენ, გაგითანხმები სიამოვნებით, ის რო არის, რომ შევჭერდეთ და ბიჭებს დამდეგი ახალი წელი მივუღოთ. პირველი მინდორი მარლენმა გადაწყვიტა, რომ ბავშვობა გაიხსენოს და სადაც ადრე უნადირია ის ადგილები მოუჩხრიგოთ, საკმაოდ შორს ვართ ჯერ ალკიდან, მოდი ესე ვთქვათ. ნუ პერსპექტიული თემა არის. დავაჩერებთ, ახლა ვნახავთ. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ გამცნოთ სად რა შედეგი დაგვხვდება. ესე იგი, აქ არის ბალახი, მოდი ასე ვთქვათ რა. ბალახში ძურწაში უნდა ვიაროთ. ესები აქ არ არის, მაგრამ ადრე იყო წერიდან. არ გამორიცხო რომ ეხლაც იყოს. აბა არჩიბალდი. ეხა თუ ამან აიღო მელისუნი და დაგაზა მე ხარ ცოდვა მალე. დამთავრდა ჩვენი. მეგობრებო, როგორც ხედავთ, იარაღის გარეშე ხდება გასვლა ძაღლთან ერთად. რომ ასე ვთქვათ, მაგალითი მივცეთ იმ ხალხს, ვინც დროზე ადრე ხსნის ხოლმე სეზონს. შეიძლება ესე ძაღლთან ერთად გასეირნება და შეგულება უკვე გახსნისთვის 22 რიცხვისთვის იმ მინდვრების, სადაც შევძლებთ და ვინადირებთ. რაღაცა რო ვთქვა, რომ დიდად მომწონს, მეთქი ეს ამბავი არ მომწონს. არ არის ახლა დიდი მანძილი გამოვლილი, მაგრამ მაინც თვლი რომ აქამდეც შეიძლებოდა რაღაცა გვეპოვა, მაგრამ საკმაოდ შორს გავიდა მარლენი პრინციპში. ერთი 10 წუთია უკვე დადის წინ და უკან ზიგზაგებით. მე მგონი ვერაფერი ვერ ამოვაფრინე. ერთხელ გილოცავთ ხალხო დამდეგს ახალ წელიწადს მონადირეებისას და ამ ჯერზე გესალმებით ბეშტაშენიდან, რომელიც ძალიან მაგრამ გამხარე და მდიდარია. როგორ არ უნდა გიყვარდეს აქედან მხარე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლის უმრავლესობაც ამ აზრზე არის, რომ წალკა ბეშტაშენი საერთოდ ჯავახეთი სრულიად საქართველო როგორ შეიძლება არ გიყვარდეს. მიზანი რა არის ჩვენი ხალხ გაჩერების შემომავლე? მიზანი ის არის, რომ ალბათ უნდა შევისურვოთ და თვალს წყალი დავალებინო და ფეხით გავშალოთ და ბეშტაშენის ახლო-მახლო მინდვრები მოუჩხრიკოთ, ასე ვთქვათ, და გავანდოთ მაყურებელს რა შედეგს ნახავთ. ან არ გავანდოთ, გააჩნია როგორ მოიქცევიან. გამშვენებით არ გიყვარს. სისტემატიურად გვინაიქებენ, სისტემატიურად. ბიჭებო, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წელსაც კარგი სეზონი იქნება. მე ცოტა მინორულ ნოტაზე ვიყავი, მარლენი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი, რაც მახარებს. ხვალ კი არა და ხო, ხვალ პრინციპში ჩამოვლენ უკვე ჩვენი მეგობრები და ზეგ დილიდან დავიწყებთ ნადირობას. ვახლოვდებით ფარავანის ტბას. წვიმაც დაიწყო. ცოტა წამოწვიმა, რაც პრინციპში კარგი არის. ამ დღეებში დაცხება და რაც მეტი ნოტიო იქნება, ძალც მეტი საშუალება ექნება, რომ კომფორტულად იმუშაოს. ეხლა მე და მარლენი ტრადიციულად გავჩერდებით ყველის საღიდლად ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებთან და მერე გავაგრძელებთ კუდიგორის გზას. მარლენ გესმის ხო? ბიჭო, მივახლოვდით ფარავნის ტბას და მე მგონი ურიგო არ იქნება ჩვენი ტრადიცია, რომ არ დავარღვიოთ და შევიძინოთ ყველი ჩვენი არსობისა. რა სიტყვი შენ? მე მომწონს შენი იდეები, შემოგევლე. თან აქეთ განსაკუთრებული ყველი არის. გაუმარჯოს. გამარჯობათ. როგორ ხარ? ნელა კამაც იონაცავა. შემოგევლე. ნახე როგორი ყველი არის ჩემი ოჯახის ყველია, ოჯახის.
გოგა მომეწონა გემრიელი ყველია ეს. ნუ ეს სახაჭაპური. გადასავლია. კილოს ფასი რა არის? 25. კაი ფასია, ხო? ნორმალი. როგორია? არიან გემრიელია და კარგი მე მევასება მაგრამ. Нацибас смотрели пол Грузии. Так что еще раз არა პალავინეს сейчас მოსმოთ. კარგად იყავით. საღამოზე გავჩერდით. მეგობრებო, ასე გვითხრა კაცმა და გვემშვიდობა. საღამოზე გავჩერდეთ გოგა და ქლიავი უნდა ვჭამო. არლენ თემა იცი რა არის რომ მიუხედავად იმისა რომ აღებული არ არის ვიწრო ზოლები არის რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს ანუ ხო საშუალება ექნება რომ ძაღლი შევიდეს შიგნით იმუშაოს და მონადირე აქეთ-იქიდან გაუყვეს რა მე მინდა ერთი ხაზგასმით აღვნიშნო ერთი რამ რა საერთოდ სამცხე ჯავახეთი ზოგადად ცნობილია ტკიპებით რა მე მაქვს სპეციალური საშუალება და ხო დავისხავ კი აუცილებლად სასურველია რომ დახურულ სივრცეში არ დავისხათო. აბა ეხა დაუძახე შენ ლომს და შევარდი. კი, ეხლა გავემზადები. მიყვარს. ანუ პაიჯომ პაიშემ. ჩავს ესეც ცარიელია. ხა ჩვენ ასე თუ ისე გავიარეთ კულტურაში და ეჭვი მაქვს რომ ბალახში, მაღალ ბალახში, წურწაში, ბაბუაწვერაში წალკასთან მისადგომებში, წალკაში და აქეთ მხარეს ფარავანთან წერი არ ჩანს. გავაგზავნეთ გზა და ვნახოთ აბა იქ მხარეს არ იქნება. ესეც ჩვენი საყვარელი საღამოს ტბა, გავჩერდებით მე და ბატონი მარლენი თქვენის ნებართვით და გულს გავტეხავთ როგორც სიტყვიან ხოლმე. მაისურს ხო ხედავთ ამ ბოლო დროს მაცვია შეიძლება ძალიან მიყვარს ეს მაისური და დღეს განსაკუთრებით თემატური არის იმიტომ რომ წავედით სანახო აბა ნახოთ რა ვითარება კულტურა და კუთა ჩანო ზახაძე აქ მხოლოდ ძაღლის იმედზე ვართ ჩვენ ვერ შევალთ აქ ზის ფეხიდან ამიფრინდა ეხა ორი ცალი კაი პუტკუნები სხვათა შორის რა გოუპროს ჩართვა ვერ მოვასწარი ორ შემთხვევაში იმედის მომცემი ნამდვილად იყო ორი ცალიც უკვე იმედია ერთი ცალიც მანამდე დავინახე როგორ ადგა ნაპირიდან ამ მინდვრის ნაპირიდან მაგრამ აშკარად ხედავ ნასიარულები არის აქ. ეს არ მომწონს. მოკლედ გოგა, მინდა გაგახარო რა, წერი არის. ასე რომ შეიძლება რომ აქ ვინადიროთ. ერთი მინდა რომ ეს დაბევებული უნდა გქონდეს. მაგრამ ცუდი გადასაადგილებელი არის, ცუდი მოსაძებნი გახდება ჩამოვარდნები. მაგავშივი ოღონდაც იყოს ხო? ოღონდაც იყოს. არა, ნუ ნახოთ ახლა გვაქვს ჩვენ კიდე ერთი ორი ადგილი კი არა და მეტი მოსაჭრელი. წავიდეთ აბაზევითაც წავიდეთ ხო? თეთრ შეგვიძლია ავიდეთ. მე და ბატონმა მარლენმა გადმოვინაცვლეთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. ეხლა აქ ვაწარულებთ დაზვერვით სამუშაოებს. ეს უკვე ველოდებით ბიჭებს. სანამ ჩამოვლენ იმედი მაქვს რომ მე და შენ მოვჩებით მარლენ ამას ყველაფერს და უკვე ერთიანად ავარჩევთ ადგილს სადაც დავცემთ ბანაკს. სილამაზეა
საკმაოდ დიდი ტერიტორია გამოვიარეთ ძაღლთან ერთად. სამწუხაროდ აქ წყერი არ არის. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მანქანამდე კიდევ არის ალბათ ერთი დარჩენილი 250-300 მეტრა. ნახოთ რა იქნება. Молодец, Арчи, молодец. Умница, малыш. Სხვადასხვა ეს ადგილი არის, მეგობრებო. ერთ-ერთ ჩვენს ვიდეოში, სადაც ჩვენ გავიცანით ჩვენთვის კარგი მონადირეები, მეგობრები, შევიძინეთ მერე უკვე. იმედა გოცირიძეს მოვიკითხავ აქედან დიდი პატივისცემით. Молодец. Молодец ты, мой золотой мальчик. Умница. რისი თქმა შეიძლება, მეგობრებო. წყერი არ არის იმ რაოდენობით ჩვენ რო ვართ მიჩვეულები. კიდევ ერთხელ გამეორდები ასეთი ცივი, ასე ზაფხული, გაზაფხული არ ქონებია. მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს უკანასკნელი, რა ვიცი, 15-20 წელი ალბათ. ხო და შესაბამისად აისახება კიდევაც ბუნებაზე, იმიტომაც არ არის წყერი იმ რაოდენობით, როგორცაც ჩვენ ვართ ხოლმე მიჩვეულები. ამ ნოტაზე გემშვიდობებით დღევანდელი საძიებო სამუშაოები დამთავრებულად გამომიცხადებია და ხვალ დილიდან ისევ შეუდგებით. ხოლო ხვალ საღამოს გვექნება პირდაპირი ჩართვა და დამდეგი ახალი წლის მოლოცვა. ყველას ბედნიერ და რაც თავარია უსაფრთხო სეზონს გისურვებთ ბიჭებო და გოგონებო. ვაღამეა პატრულირებთ რომ მანუკისტები ცოტა მოვაშთოთ რა. კარგი ამბავი ის არის რომ კედეის მანქანებიც დადიან, ეხლა შემხვდნენ გორელოვკასთან რომ გამოდიოდნენ მინდვრიდან, ესენი შემოდიოდნენ, გავაჩერე, გავიცანი ბიჭები ეკიპაჟი და პატიოსნად ასრულებენ თავის საქმეს, რაც პრინციპში ძალიან გასახარი არის. უკვე გვიანია, სადღაც პირველი საათი ხდება, ის დრო არის, რომელიც წავიდე და ცოტა ხანი მოვისმენო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ნაკლები იქნება მანუკისტების გრიმიტი. იმედი არა მაქვს, უფრო როგორ აგიხსნათ რა. მინდა რომ ეს იყოს სურვილი მაქვს. ძალიან ვისურვებდი ამას, რომ ჩვენს შეგნებამდე მივიდეს ის, რომ მანუკი არ არის მონადირული, როგორც მინიმუმ. მე რომ მკითხო, კაცურშიც ვერ ჯდება რა, იმიტომ რომ მონადირული და კაცური ძალიან გადაჯაჭვული არის ერთმანეთზე. აბა ღამემშვიდობის და ხვალდილამდე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მონადირეებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით, ვიმყოფებით ნინოწმინდის მიმდებარე ტერიტორიებზე. სტუმრად გვყავს ჩვენი მეგობარი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოდან გიორგი მეტრეველი და ჩვენი გოგა აკა, რომელიც ახლა გვეტყვის რისთვის ვართ შეკრებილები. მოგილოცავთ სეზონის გახსნას, მონადირეებო, ღმერთმა წარმატებული და უსაფრთხო სეზონი მოგწეს ყველას. რისთვის ვართ და მარტივად იმისთვის, რომ შევიხვედროთ რამოდენიმე ცალი წყერი, გავერთოთ და მერე გემრიელად მივირთვათ და დავაგემროთ. იქინა გამომდინარე ბიჭებო, რომ მზე ამოიწერა უკვე და ვაგვიანებთ. მოვრჩებით ახლა ჩაწერას და გადავალთ აქტიურ ქმედებებზე. გიო, რას გვეტყვი შენ, რა ძაღლებით ნადირობთ? პირველ რიგში მოგესალმებით და გილოცავთ სეზონის გახსნას. ნადირობთ სეტერებით, მე ვარ 2 ინგლისური სეტერით, კახა არის კიდევ 1 ინგლისური სეტერით. და როგორც გოგა იტყვის ხოლმე, მეორადი ძაღლიო, როგორ ეძახმე ჩემაშიც. არა, მარლენი არის თავისი ლომით, ლომხლით. მოკლედ, მეგობრებო, შრომისთვის და თავდაცვისთვის. დიახ, მოკლედ მეგობრებო, ვეცდებით შემოგთავაზოთ ძალიან ლამაზი მოდი, კადრები, მოდი. იმიტომ რომ
ეს ტერიტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ კარგი ნადირობა მოგვიხერხდეს. ესე იგი მე ხა თავს გზნობ დაჩაგულად. ახლა მოდი სამივენი ნახეთ რა კლასიკური თოფებით არიან. ბიჭო და მე ვარ ერთი ობოლი ბავშვი ნახევრად ავტომატით. ახლა რა წესია ეხლა ეს? ისი თქვა გინდა. არა ვარ დაბადების დღეზე უნდა. არა მაქვს ბიჭო. არა მაქვს უბრალოდ არა მაქვს შოტკამის დასაყენებელი და ვიყიდით მაგ გადამყვას რა. ორლუნიანზე. აი, მაშინ მოკლედ შეუდექთ. არა, ვერტიკალი არა მაქვს. წავედით. მე ვაჩაუყვეთ, ხო, მივცეთ მუშაობის საშუალება. არაფერი ჩვენი ასაყვანი იქნება. სტოიკიდან მოდია. სტოიკაზე, გადა პროლაზე. ცუდად ამოგვივიდა იმინამზისკენ წავიდა ძმო. კანტი კუნდათ უკვე სროლები ისმის. ხო, ნუ არსებული რეალობა ეგ არის. მივადექით კულტურას, რომელში შესვლაც ჩვენ გვეგზალება. მაგრამ ძაღლს შეიძლება რომ მივცეთ შესვლის საშუალება. თუ მოისურვა საერთოდ იმისთან ამ სიმჭიდროვეა, მე მგონი არ ძაღლი არ შევა. აგერ არ კი დაჭრილი არ ხედავთ რეალებს. აუ ეხა რომელი აუ ხო, პირველი აი აქ არის სადღაც. პირველი აი აქ უნდა იყოს. აი კაკრას სადღაც გადაუვარა, ეხა აი აქ უნდა იყოს. მოდი აქ ნახე. მოდი აქ ნახე. ეხა ეს ტელეფონი. ახლა მოდი. ეხლა მწერის დაკარგვა იქნება, კაც. არა. რავი, აი გოგამ ორი ცალი ჩამოაგდო. მოდი, ბობო, ბონი. მოდი. აი აქ ხტუნაობდა. ხტუნაობდა? ხო. ამ მომწერობაში ხა მწერის დაკარგვა იქნება, ბიჭო. ელექტრონადირობა სამწუხაროდ ორივე მონადირებული მწერი დაუკარგეთ. მიდი გოგა, მიდი. არა, ახლოს მიდი, დაუდექი, კაცო. ეს ნახე სეკუნდირებაზე. მიდი გოგა, ახლოს, მიდი. თორ გაიქცა უკვე. არა, ხომ არა, მიდი. ეცი. ეცი. ალყაში ყავთ, ბიჭო რა. ეცი. აუ, რამაგარი კაცი. დავაი. ეცი. გარბი დიდი წერი გარბის ხოლმე ხედი რა. ერია თუ პარტიზანი, ბიჭო. ეგრეიცი ხედი. სადღაც აქ იქნება ეგ. რომ დათმება მე ამო. ბიჭო, ამ ბალახიდან უჭირს კიდეც ამოსვლა ჩავლე ეხა. სველია, მაღალია. ცოტა ხანია გავჩერდეთ ძმებო, აქედან შეიძლება ეხა ფრ გააკეთოს. მეგობრებო, გაგვიფუჭდა GoPro. სამწუხაროდ ვერ შემოგთავაზებთ GoPro-დან გადაღებულ კადრებს, მაგრამ გვაქვს შოტკამი, ვეცდებით ჩამოგდების მომენტები მაინც გადავიღოთ. თავარია იყოს ახლა მწყერი, საჩვენოდ მაინც. ისეთი გაუვალი ბალახი არის, რომ მე მგონი მწყერსაც ეზარება ამოსვლა რა. სროლების ხმა აქტიურად გვესმის მიმდებარე ტერიტორიებიდან. ძალიან სასიხარულო არის, რომ ახერხებს მონადირეები ნადირობას. გავიდა უკვე
ეცი. ჰა? აწამებს აღლებს, აი აწამებს. მოდი მარკო. აი ეს ტანჯავს აღლებს, რასაც ეს საზიზღარი ბალახია. თან სველი, აი ესეთი. ხო, რაღაცას ამუშავებს. აშკარად ამუშავებს კი. ჩავლე იყო, ჩავლე. გილოცავ. პირველი აღებული მწყერი, ნავსი გატეხილი არის ბატონებო. ამოუფრინდა კახას მწყერი ზურგის მხრიდან. ხო და შედეგიც დაიდო. აგერ ხედავთ მილოცვები მიმდინარეობს. როგორც იქნა პირველი მოვინადირეთ. Умница, мой хороший. Дай. Арчи. მადლობა. ესე იგი, იმდენად სველია მეგობრებო ბალახი, რომ აშკარა არის ეზარება მწყერს ადგომა. ძალიან დიდი შრომის ფასად ძლივს ააყენა ძაღლმა რა. წი. ატარებია. გილოცავ. ეხლა მთავარია მოძებნო, თორე მასე ორი დავკარგე მე. ოპა, ყოჩახ მამა, ყოჩახ. ყოჩახ ჩემი ბიჭი. ყოჩახ. დაველოდე დიდი ავარჩიე. ენეცვალე, სწორად მოვიკითხე. ამილოც. ალობა. ყოჩახ ტონი. ხოზურა. აი რა ვიცი 4 მწყერი ვნახეთ მხოლოდ და მხოლოდ ჯერ. მაგდენი თქვენც ნახეთ გადასარ. ჩვენიერი ნანადირები გაქვთ. გესმით, არ ვიცი გესმით თუ არა. ჩვენგან დაახლოებით ალბათ 1-3 კილომეტრში ბათქაბუთქია იმის დედავატირე და საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება რომ სავარაუდოდ მანოკი ქონდათ ჩართული რა, იმიტომ რომ ნუ მანოკის როლა არის რა მარტივად. კი ბატონო. კარგი, ნუ რა ვიცი, მერტი იყოს მათი საჯული. ჩოჩრები იყვნენ, ჩოჩრები. იმიტომ არ იწეოდნენ რა. მიდი. ბიჭო, ჩავლე. მე რომ მკითხვა, აი ეს პატარა გორაკიც ასავლელია. აუ, არ გაჩერებულან ისინი. აი, სისასტავი. არ შეგარგოთ ღმერთმა არაკეთილს მდისიერად მონადირებული. როგორ არ მესმის რომელია? არ გაჩერდნენ ძმაო. 25 წუთია არ გაჩერებულან ტიპები. აბა, მაგინ ამ წელსაც იქ გადაიყვანდა შეიძლება.
არ ვიცი რა სიზამდა, მაგრამ აი არ ჩერდებიან, ჩავლე გესმის? აი პროსტა უნდა მიხვიდე კაცი თვალებში ჩახედო რა, სხვა რა უნდა უკნა ეხა უკვე. მოდი მარკო. მაგრად აწვალებენ. არა უშავს, ამგოდ კარგად ამოფრინდა. აწვალა აბა რა ეხა. მენა ვესროლე აიღლი. ეხლა არ მეუბნებოდი რომ მოდუნდები და მაგ დროს ამოგიფრინდებაო? ძალიან მაგარი ფაქტი მოხდა. მე და გიო საუბრობდით რომ გამოვთეთ კამერა რომ არ ამოდის მწყერი უჭირს რაღაცა იქ მანუკისტებს ლანძღავდით და გიო მეუბნება რომ აი ეგრე არისო რა მოდუნდები რაღაც მუღამე არ გაქო და უცებ ამოგიფრინდებაო გამორთული მაგ ამ დროს GoPro რომ ნუ ხომ ასე ამეთქი და დაამთავრა და ამოუფრინდა მწყერი შეგამორთული ქონდა ვაჭ იო რაღაცა სხვა არ უმუღამებენ ესენი ჩავლე თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ლოკაცია გადმოვიდით ხანჩალის ტბის მიმდებარედ აქ გადასარევი მინდვრები არის სამწუხაროდ აუღებელი არის ისე ძალიან ბევრი კულტურა და გადავწყვიტეთ მე და შენ მალე რომ რა თქმა უნდა ბალახში შემოსულიყავით თავისთავად მეგობრებო მინდა ხაზი გაუსვა პირველ ნადირობაზე დილით სადაც ნადირობდით შორი ახლოს ნადირობდნენ ბიჭები ქერში და გოგამ სთხოვა რომ ძალიან არ გთხოვთო ბიჭებო ზოგადად მთელი მონადირეების რეპუტაცია ილახება ამითო და გთხოვთო არა დარწმუნებული ვარ რომ შეგნებული ხალხი ჩანდა ძალიან და დარწმუნებული ვარ რომ გავითვალისწინეს რა კულტურაში არ შეხვიდეთ ჩემო ოქროებო იმიტომ რომ სხვანაირად ერთმანეთის რეპუტაციას ვერ მოუფრთხილდებით ეხლა კი წავიდეთ და ბალახში ვინადიროთ ავიღოთ ცოტა ნაკლები მწყერი სამოგეროთ წელში გამართულებმა ვიაროთ გადმოვედით ხანჩალის ტბის მიმდებარედ აქაც აუღებელი დაგვხვდა ძალიან დიდი ნაწილი კულტურების და ამიტომ მივაგენით კი არა და ვიცოდით მე და მალენმა და მოვედით მინდორზე სადაც ბალახი არის და გავივლით ეხლა ამ ბალახს მარლენ და ვნახოთ ცოტა ქარია ცოტა ქარი არის და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ერთ ფაქტორს ჩვენ სადაც ვადირობდით დილით შევამჩნიეთ რომ ბიჭები იყვნენ შესულები შვრიაში ვთხოვეთ რომ გამოსულიყვნენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ხალხთან რომ ზოგადად ეცდებით და არ შეხვალთ კულტურაში ასე რომ ვთქვათ რომ საზოგადოდ მონადირეების რეპუტაცია არ შეილახოს ძალიან მიდი Молодец, Гога! Хоча! ვერ იყო ერთხელ კაი ამბავი. არა მგონია. აუ რა კარგად იმუშავა ძაღლმატო. მიდი. 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 აქ იჯდა ნაჭდომი. შვენიერი იყო. ხო, შეიძლება ნაჭდომი იმას ხო არ დაუნახია იმის ნაჭდომი.
დაგინდათ ბაუ ნაბულიც იყო ყველაფერი. შვენიერი იყო. იჩიო მე გადავიდე. იცი რა, შენ ზემოდან, მე ქვემოდან. რო კულტურაში არ შევიდეთ. საღოლ, ომარა ხა ამისი ნახვა არ გინდა? Так, ბიჭებო, მეორე წაკ ჩაჯდა. ეს წესი დავიმახსოვრე, ძაღლებს თუ მოიყვათ იქნება ვნახოთ. და მეორე გვერდზე ჩაუჯდა. აი აქ არის წესი და რიგით აქ არის. ხო, აი ეს აი აქ იყო ძმაო. მოდი, აი აქ სადღაც. ონი ნახე. და მეორე აი ჩავლემ რო ესროლა, ჩაჯდა აი 7 მეტრში, აი აქედან მარცხნივ. ანუ ბაიში. არჩი, ნამშო დამავე. ვა, ნადირს გაეკიდა. აი ზევითკენ ავდივართ, უფრო ვცდილობ დაბალ ბალახში შევიდეთ. გიო, გამოვუყვეთ ამას. ჩავლე და არჩი დაიკარგა, ხო? დაცხათ უკვე ვითო? ხო, ნუ გავიდეთ და ეგა. ხო, თან 10 საათზე უკვე მიუხედავად იმისა, რომ ნიავია, კარგი ცხელა რა. მოღრუბლული რო იყოს 12 საათამდე ინადირებ კაცი. ხო, იმინა ხათრით არიან. სოდოები არიან ბიჭო, ამათაც რობოტები ხო არ არიან, ენერგია აქვს. მეგობრებო, დილის ნადირობა დავასრულეთ. სიმართლე უნდა ითქვას, გაცილებით უფრო უკეთეს შედეგს ველოდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მივიღეთ. გიო, გახსენდება თუ არა ბოლო წლებში რამე მსგავსი ვითარება, ასე ვთქვათ, სეზონის გახსნაზე? მარლენ 90-იანი წლებიდან დავდივარ დამოუკიდებლად უკვე სანადიროდ და მე ესეთი არ მახსოვს. ოღონ გახსნის სეზონი ხო ცუდია, მაგრამ მე საგეშად დამყავს ძაღლები და ძაღლი სადიპლომოდ ვერ მოვამზადე. ანუ მწყერი აღარ მოდის. ძალიან ისეთ შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი რაღაცას ხო იცი ყოველთვის ვაბრალებთ, მაგრამ ერთ-ერთი არის, რომ აი არაბულ ქვეყნებში რომ მასიური ჟლეტვა მიდის, გაიაფთა, ეს ბადეს შოვნა ყველა შეუძლია. მით უმეტეს როცა კილომეტრი ღირს 10 და 11 დოლარი 100 მეტრი ღირს, ანუ რამდენი 100 დოლარი გამოდის კილომეტრი ბადე. ხო და აღარ რას დავაბრალო, აღარ ვიცი. ძაღლები კარგი იყვნენ, ადგილები კარგია. შვენიერი მოსავალია, ბალახი ნორმალურია, არ არის წვერი ფიზიკურად. კარგი მანოკისტებიც ვიპოვეთ ერთი ბრიგადა, მაგრამ ეხა სადაც გადმოვედით, აქედან მანოკი იქ ვერ გადაიყვანდა მწყერს, ნუ 10 კილომეტრზე მეტი არის. ფაქტიურად აი ხელშეუხებელი ადგილია, ფიზიკურად არ არის მწყერი. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.